ეხლა ჩავდივართ გვირაბში, რომელიც გაგვიყვანს მტკვარზე. ეხა იცი რა როდინდელ გვირაბში ვარ. ახ როდინდელია. ვლოგის გადაღებაზე ვართ და რომ მეგონა ვეღარაფერი გამაუცე და საქართველოში გავჩითეთ ჰოგვარტსი. ხავდივართ მეგობრებო, კიბეებზე იმენა სუდა დავარდა. ჩემი დაიღალე და ველოდები, მე და დამოსად მეცახე პატიმას მეცახე. ამასობაში მეც მოგესალმებით მეგობრებო, ვინც არ ვიცნობთ, მე ვარ იქსონა და რა ვიცი, ერთ-ერთი OG YouTuber-ი გახლავთ. ანუ ეხა ჩვენ გაჩვენებთ ძველებურ ფეჯს. ანუ ხალხი ძველად როგორ თბებოდა წყალი და როგორ იბანდნენ, აი ეს ფეჯი არის ძველებური. აი ტრუბებიც მოყვება და იქ შეუერთდება. ეხა აღარ იყენებენ ამას, მაგრამ შემონახული აქვს როგორც რელიქვიად რა. ეხლა ჩვენ ვიმყოფებით ძველი თბილისის იტალიურ ქუჩებში, რომელსაც უმრობით თბილისის კუთვნილ Facebook-საც ეძახდნენ, რადგან ეს იტალიური სახლები იმდენად ახლოს არის ერთმანეთთან, რომ ერთ დიდ მექანიზმს წარმოადგენდა, აქ ადამიანებმა ერთმანეთის სიხარულით იცოდნენ და გასაჭირიც. მე იმას ვიტყვი, რომ 2 წელი ვიცხოვრე სოლოლაკში და იტალიურ ეზოში ცხოვრობდი. აი განახით მე. ანუ მაქვს გამოცდილება მარტალიური ეზო რა, ისეთი რაღაცაა, რომ თუ ერთად ხართ ოჯახები, ანუ გვერდიგვერდ ცხოვრობთ რაღაც. თქოს ერთი დიდი ოჯახია რა. და მართლა ეგრე ვიყავით, ერთად ჭამდით, ერთად ცვალდით რა, ვინები ცხოვრობდით. ეს არის მეგობრებო, ხატურის სახლი ალბათ. ნახეთ რა ლამაზი ნახატები აქვს. აი ეს ფუნჯებია, ელოის გამომეჩინე. ფუნჯებია ითის ხატავს ნახეთ მეგობრებო. ბიჭო, მოდი ეგ ბარემად გადავიღოთ რა. აი ჩავალთო მიწისქვეშა ბაზარშიო და კადრებს იქიდანაც შემოგთავაზებთო რა. აი მეგობრებო, აი იმ სახლში ცხოვრობდი მე, აი სადაც აი იქით. 2 წელი ვცხოვრე აქ და ძალიან კარგი დრო მაქვს გატარებული. კარგი რაღაცეები მახსოვს. შემდეგი კადრი უკვე გვექნება მიწისქვეშა ბაზრიდან და რო ჩავალთ იქ რაც საინტერესო იქნება და კარგი იქნება, გაჩვენეთ და ვეცდებით რომ აგიხსნათ რა ნივთი არის და მოვიდეთ ეს ინფორმაცია თქვენამდე, თუ რა თქმა უნდა არ გეცოდინებათ თქვენც. იასნა ბებე. რაც არ ვიცით, მაგას მოიგონოთ რაღაც. Bro, what are you talking about, man? კაროჩე, ისეთი ვიდეოგრაფი ყავს, რომ ყველაფერზე გაგვიტრაკა საქმე, უკვე დავიღალეთ რა. მოვედით ბაზარში, რომელიც მდებარეობს გვირაბში, სახელით მეიდან ბაზარი და ჩავალთ და საინტერესო ნივთებსაც დაგაცვალიერებინებთ. იქიდან. რაც არიელია დღეს. ძველებური ნახატები, ძველებური ეტლია ზემოთ. ძველია. ეს ჩვენი ღვინო. ეს არის სურვილების ხო? ალბათ რა. კი, ეგა. ეს არის სურვილები. აქ ფულს ჩააგდებ. ეს ჩაიფიქრებ, აგი ქვეყნის კუპიურ, რასაც ჩააგდებ, ის ქვეყანა აყვავდება. ეს არის ძველი არყის გამოსახდელი ქვაბი. თუჯის სპილენძის. მაგარი ორნახადი არაყი გამოვიდა და ძალიან მაგარი. ძველი ტიფლისი. ახლა როგორი ეტლია. ქართული ხალხური დასაკრავი ინსტრუმენტებიც, თანამედროვე სახით და ძველებური სახითაც. ჰაი. სნიკერსის გამოგონებელი, როცა ნელიდები ხათარი ცალსაკობთან აღიარა და კუჩხელას საკეთებდა რა დამოუწყეს ბავშვებს. კაროჩე, ეხლა ისემშია 1.50 ხინკალს ჩემ და თავად შევჭამდი ალბათ. უცვეჩი შეჩემა რა. აი კაბაბია. შია.
მოვედით მეგობრებო ახლა აბანო თუმანში. ახლა აქედან შემოგთავაზებთ კადრებსაც და ისტორიას. ოპერატორო ვაიწირო ხიდი არის, იმას გადაუღე თუ შეიძლება რა. ეს ხიდი არის წყვილებისთვის, ადამიანები ან წყვილები მოდიან აქ და კიდებენ ბოკლომს თავისი სიყვარულის ნიშნად. რომ ანუ იქ რო ბოკლომი იქნება, სანამ ის ბოკლომი არ მოიხსნება, ისინი ერთად იქნებიან. მაგრამ მათ არ იციან, რომ იქიდან ბოკლომები იხსნება და მიაქვთ არ ვიცი სად მიაქვთ, მაგრამ ბოკლომი იქიდან თუ არ მოიხსნა, ზედმეტად ბევრი ბოკლომი დაგროვება. ანუ რამდენი სიყვარული დაინგრა ეს. Короче, რა, ვიღაცა საიკადრში შემთხვევით თუ გამოჩნდებით, იცოდეთ, რომ გამოგვიწერეთ და დაგვილაიკეთ ვიდეო, მანქანას არ დაიტანეთ. Twitch, აუ მე. Короче, არ ვიცი ეს ძველმა თბილისმა იმოქმედა ესე თუ რა ხდება, მაგრამ შაკო ძაღლებთან ლაპარაკობს. ეს ნამდვილი ჩანჩქერი არ გეგონოთ რა. ზაფხულში ნინოს ხევის ჩანჩქერზეა ვარ და ჩანჩქერი მერე ნახეთ იქ და რომ გადავიღეთ. ადე გამოდი მაქედან. ჩანჩქერს მუღამი აქ როცა ძნელად მისაწვდომი არის და ეს რა არის ორმა ბიჭი მოვედით რა. კოლეგა გავჩითეთ ჩანჩქერთან. არა ზა. დაზა. ამოგვიწერეთ უცხარა ჭეჭი. ლუი ინგლისური შედარებით ჩენიც და კითხავ იუთუბერია თუ არა? წავ. და კაროჩე კითხე რომ ისა პრობლემა ხო არ ექნება რომ ვიდეო გადაუღოთ და გამოიწეროს ჩვენი არხი ეგეც ხარი რა. თუ გინდა შეფასებას მოიგე. So but we are. Yes. ანუ ხალხო ამან ახლა მითხარ რომ ჩინეთი ანუ არ არის მდიდარი იმიტომ ანუ კულტურით და ტრადიციებითო ძმა. ეგ ჩავსვი. What the fuck? ეხლა ჩავდივართ გვირაბში, რომელიც გაგვიყვანს მტკვარზე და ჩვენც პირველად ვართ ამ გვირაბში და ერთად დავათვალიერებთ, მაგრამ თქვენც განახებთ რა. ანუ ბევრმა მართლა მეც წინა წელს გავიგე ეგ მაგვირაბის შესახებ, თორე მართლა არ ვიცოდ. აი გოგირდი გამოდის წვიდან. აქ არის აბანო თუმანი, ლუი. Ясно, бебе. სამკურნალო აბანო ისინი იყო აქ. აი აბანოებია და ისინი და მაქედან გამოდის ეს. უნებრივი არის. ასუნი არის ბიჭო, იმენა აქვს საუემეთ ხოლო. მეგობრებო, ეხა შევდივართ გვირაბში და აი რაღაცა ძალიან მაგარი ატმოსფერო არის მართლა რა. ვინც არიცით, ჩვენი ვიდეოს ყურების შემდეგ გეცოდინებათ და ეს არ არის ერთადერთი ადგილი, რომელიც შეიძლება ჩვენიდან გაიცნოთ რა. და გამოგვიწერეთ, რომ ბევრი ადგილი გაიცნოთ ჩვენთან ერთად და თან ვეცდებით, რომ ძალიან ისიამოვნოთ ჩვენი ვიდეოებითაც რა. ნახე როგორი ხიდი იყო გადასასვლელი, აი ეს ნახე. ხიდი იყო. ნახე რა ძველებულია. ნახე მაქცია. იმედია მტკვარი არ წაგვიღებს მეგობრებო. მტკვარს შეხედეთ, მტკვარს მეგობრებო. ეხა უნდა გავიაროთ ფაქტიურად მტკვარზე. ბიჭო, ძაიქ ცოტა მაღალზე უნდა იყოს ეს გვირაბი ჩემი აზრით. ვოუ, არ ჩავარდით ბიჭო. აქ ხარ ნამყოფი? მართლა? ბიჭო, რიგრიგობით გავიდე ჭეჭი. ზა რიგრიგობით გაძიდო. სურამია გავცურავთ. რაღაცა ცურაობის სურვილი არ მაქვს და მაგიტო ვიძახი. რატო? ავი ბიჭო, არაფერი მომიყოს თავში. ბიჭო, სერიოზულად დავიძაფე ვიდეოგრაფ. ტივზე ამოვედით? ამას შეხედე ლუი. ბიჭო, გამო ეხლა სამი ხელი არ გაგეზარდოს. ახ სად გამოვედით? პროსტა აზრი ხარ? ამო. ბიჭო, ძალიან მაგარი გაწმა. აბა, რა სიტყვით? ორი გამოსილება იყო. ბიჭო, აი აქ რო გამოვიარეთ, მაგრამ შემეშინდა რაღაც მომჩი მეგონა, რომ წყალი მოვარდებოდა ბრატ. სუვალდიდეს მართლა წაგვიდებს იმენ. გასო რაღაცაში. აი ეს ნუ ხმაურობთ, ცოტა საინტერესო რაღაცა არის ტურისტებით სავსე ეზოში. ცოტა დაიღალა ჩვენი დავიღალეთ ახლა მეგობრებო. დავიღალე კი არა. ვაიმე. მე ჯერჯერობით ხოცე. ეს იმინა დოპამინით სავსე კაცია. არიღლე. დოპამინით სავსე კაცი. ეს ჩემი უნივერსიტეტი ვაფშე ყველა მხრიდან ჩანს. რა, აი ვერაფრიდან ლაგოდეხიდანაც ხედავ ხოლმე სეულს იმინა. აი, რას ვიყოდით? გამომწერეთ. რას ვეტყოდი და? ჩემი გამომწერები და ჯერ კი ცოტანი არიან, მაგრამ ყველა ძალიან მიყვარს. 70 გამომწერი ყავს ამ ვიდეოს დადებამდე რა. ყველა ძალიან მიყვარს და ვინც მომავალშიც გამოგვიწერს, ისინიც რა თქმა უნდა ძალიან მიყვარებიან. ლუი დაიღალა და ველოდებით როდის დაისვენებს. ბოტანიკური. და აქ უკიდან უნდა ვიდეთ? ნახე აბა შენი ტელეფონი გაშვებაა.
ყველგან ოპერატორი ვარ ხალხო რა. ნამდვილ ლაიქს უნდა ავიდეს ეს vlog-ი რომ გაგრძელდეს. არ ვიცი რამდენზეც შესაძლებელი იქნება, რაც მეტი იქნება უკეთესი რა. ვიდეოს ბოლოს ამოვედით მეგობრებო ნარინყალაზე. ნარინყალას შესახებ პატარა მცირედი ინფორმაცია რომ მოგაწოდოთ. თავიდან ეძახოდნენ შურის ციხეს, რადგან შემოსეული მტერი ვერ ახერხებდა ვერასდროს ამ ციხესიმაგრის აღებას. შემდეგ კი მონღოლებმა დაარქვეს ნარინყალა, რაც ნიშნავს მცირეს. არადა ჩვენ კარგად ვიცით, რომ ჩვენი ციხესიმაგრე ნარინყალა არ არის პატარა. უბრალოდ 1827 წელს ის დააზიანა მიწისძვრამ. ნარინყალას ზიანში მონაწილეობა ბოლოს მაინც ბუნება მიიღო. ახლა კი ამ ციხესიმაგრეს, ამ ისტორიულ ძეგლს უკეთდება რესტავრაცია. აჩვენებული ყველაფერი კარგად. გადავუგე. აბა მანახე. ეს მოეჭრედი უაჭავს. მანახე ძმობას გახსოვს. ხედავ რა კადდობი. კიდე კაი ამოვედი ბრა. ნახე უდინდელი არის ჩემი. არა დაღლა. არა, აი სამოვედი. რა დაღლა ბიჭო. ვაი მეთქი. რა წევს აღთქო. ბიჭო რატო დაიწყე ხარხარის გენერატორი? ბიჭო, იმიტომ რომ შაკოს იდეა იყო ეგიდიაში რა. ხარხარის გენერატორი, იმასთან ერთად რომ ჩვენ რაღაცა ისტორიულ სყვებით და რაღაცა იმით ინფორმაციას ვაძლევთ ადამიანებს რა. ჩვენი მთავარი მიზანი მაინც არის რომ ჩვენი ვიდეოს ყურებით ისიამოვნო და იხარხარონ რა. Пошёл нахуй. ეს ჩვენი ძველი თბილისი. სალამაზია ბიჭო, აქედან უფრო გაშლილად ჩანს და ლამაზი. ძლივჩოდი არის ეს. მიუახლოვდით vlog-ის დასასრულსაც, ჩვენ საყვალებო. მიუახლოვდით vlog-ის დასასრულს და vlog-ის ბოლოს მინდა გითხრათ, რომ მოახლოვდა ჩვენი vlog-ის დასასრულიც და შეიძლება ვიდეოში რამოდენიმეჯერ ვთქვით, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე იუთუბერული ფრაზა არის და კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ, რომ გამოიწერეთ ჩვენი არხი, დაალაიქეთ ვიდეო და შევეცდებით, რომ უფრო და უფრო დახვეწილი და ბევრად საინტერესო ვიდეოები ჩამოვთავაზოთ. ძველი თბილისი ახლა ასე თუ ისე ყველა მიცის და თუ რამე ახალი იყო, შევეცდებით ჩვენ, რომ უფრო მეტი და კარგი ინფორმაცია გადმოვცეთ. კი ბატონო, დაგემშვიდობებით მეგობრებო, აუცილებლად გამოიწერეთ ტიქსონას არხი და ჩვენი არხი და მომდევნო შეხვედრამდე რა. კაროჩე, ტიქსონა არის ჩვენი ვიდეოგრაფი, ედიტორი, საყვარელი ადამიანი რა, ჩანთიანი კაცი და ყურსას მენებიანი კაცი რა. ეხლა ეს პეტლიჭკებიც მაგისია. კიდე კამერა ხო, ტელეფონიც ამისია და ოჩა ეს ქალაქიც ჩემია. შენი იყოს მიჩუქნია. ხდება რა.